საკუთარი ტაქტიკა, ხო? ეს არის რუსული ინსტრუქციები, რუსეთიდან აღებული სტილი საერთოდ, ხო, გარესამყაროსთან ურთიერთობის, თქვენ რომ გადახედოთ, ესე რომ ვთქვათ, აი ლავროვის და სხვების განცხადებებს ერთი ერთზე, ზუსტად იგივე ცინიკური აგდებით მოხსენიება, ხო, ეხლა რუსეთს ამის საფუძველი აქვს, ხო, თანაბარ ესაუბრება შეიძლება ითქვას, ხო, ნუ მისი გაგებით ყოველ შემთხვევაში და ეხლა ჩვენი ესე მოღვაწეების მხრიდან ამ ტაქტიკის აღება, ხო, ნუ ეხლა ეს ძალიან დიდი სიბრიყვეა და ნუ ესეთი კომიკურად გამოიყურება პირდაპირ გეტყვით, ხო? თუმცა საკმაოდ სუვერენიტეტის აღქმაში, რომელსაც რაღაც ამყარებენ თავად განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის საშობაო მილოცვაშიც იყო ეს ვთქვათ ეს პასაჟი თითქოს აქედან გამომდინარე რომ თქვენ ნუერევით და ჩვენც არ ჩავერევით ეს ხო, ნუ გასაგებია, ეს სტილი დიდი ხანია არჩეული აქვს, ეს არ არის სიახლე, ხო? ჩვენ მუდმივად ვცვავთ კითხვას, რომ აი ეს უტიფრად რო ესაუბრებიან იმ ქვეყნებს, რომლებზეც დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მომავალი განვითარების, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები, ხო? ნუ ეხლა მუდმივად ვკითხულობთ, რომ აი რა ზურგი შეიძლება გქონდეს, ხო? ესეთ ზურგი მხოლოდ რუსეთიდანაა ჩვენ ესეც ვიცით და შესაბამისად აი ეს ნარატივიც, ხო? ნარატივიც იქიდან მოდის და ყველაფერი კანონზომიერია ამ ხელისუფლების ხელში, ეხლა ჩვენ სხვა რამეს არც უნდა ველოდოთ და მუდმივად არ უნდა გვიკვირდეს. გასაგებია, რასაც იტყვიან, როგორც იტყვიან და ფაქტობრივად დასავლეთს ეუბნებიან, აი თუ არ მოგწონვართ, ეგერ არის რუსეთი და ჩვენ რუსეთშიც მშვენივრად წავალთ, ხო? თავარი ის არის, რომ ხელისუფლება, აი ესეთი ტიპის პოლიტიკა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, ხო? რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლების ბუნკერიზაცია შეიძლება ითქვას უკვე არის ეს ფინალურ ეტაპზე გადასული, ანუ სრულად სტერილური გახდა, ხო? საერთაშორისო გაგებით, სამწუხაროდ თუ ესე გაგრძელდა უკვე მალე დაიწყება უკვე სახელმწიფოებრივი სტერილიზაციაც, ხო? თუ ჩვენ აი მიზნებს რაც აქვს დასახული აი ამ სახალხო მოძრაობას ვერ მივახციეთ დროზე, ხო? სახელმწიფოებრივი დეგრადაციაც მოყვება. ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა, ჩვენ ესეთი თვითკმარი ავტორიტარული სისტემის აშენება არ შეგვიძლია, ხო? ამის სურვილიც რო იყოს, ჯერ ესეთი ამის სურვილი. თუ ეჭხუბები დასავლეთს ეს ნიშნავს, რომ ამ შევსებას აპირებ რომ მიიღო სხვა ცენტრებიდან. ანუ ფაქტობრივად ეხა როგორ ესეთი ტიპის რეჟიმები, რის აშენებასაც ბიძინა ცდილობს დგას გარკვეულ რესურსებზე, ხო? ესეთი რაღაცა ხდება ისეთ ქვეყნებში, რომელსაც აქვს ერთგვარი თვითკმარობის ფუფუნება, ხო? ან ნავთობი აქვს, ან წიაღისეული ან რაღაცა, რითაც მერე ყვებავს სისტემას და ეს სისტემა მერე ძალადობს საზოგადოებაზე. ვიცით ჩვენ ეხლა ჩვენ რეგიონშიც ვიცით ამ ტიპის ქვეყნები, ასე კვაზიდემოკრატიული სახელმწიფოები, მაგრამ საქართველოში როგორც მომხმარებელ ქვეყანაში ეს შეუძლებელია, ხო? ეხლა აი ჩვენ რომ ერთი თვით იქით გავიხედოთ რა მოხდება იარვის მეორე ნახევრიდან, როდესაც ეკონომიკა დაიწყებს ამოქოქვას, გასაგებია, ხო, ჩვენ გველოდება ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკური კრიზისი, არათუ პირდაპირ ინვესტიციები შეწყდება დასავლეთიდან. რუსებიც აღარ ჩადებენ ფულს საქართველოში, იმიტომ რომ რუსებისთვის, რუსული ბიზნესისთვის საქართველო საინტერესოა, როგორც ტრანზიტული ქვეყანა გარესამყაროსთან ურთიერთობის, ხო და თუ ეს ტრანზიტი ჩაიკეტა, რუსსაც ეხა რა ინტერესი აქვს, რომ აქ რაღაც კვაზი, რაღაც გაუგება რაღაცაში ფული ჩადოს, ხო? შესაბამისად, ძალიან სერიოზული ინფლაციური პროცესებია მოსაოდნელი, რამდენიმე ძირითადი სეგმენტი ეკონომიკის, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, იქ დაიწყება ძალიან სერიოზული პრობლემები და დაიწყება ესეთი დეგრადაცია, რაც მერე გადავა სოციალურ პრობლემატიკაში. შესაბამისად, პროცესები არის დასაჩქარებელი, ხო?
პროცესი არის შეუქცევადი, რაც უფრო მალე მიხვდება ამას ხელისუფლება. კი ბატონო, დაჩქარება რას გულისხმობს გამწვავებას ვითარების იმ დონეზე, რომ ხელისუფლება ახალი არჩევნების თარიღის მოპოვება არის ახლა ამ ბრძოლის ამოცანა, ასეა? რა თქმა უნდა, ნუ ეხა იმისათვის რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, ყველა კომპონენტი სახეზეა, ხო, ანუ საერთაშორისო იზოლაცია, ლეგიტიმაცია სამხელისუფლებას არავინ არ აძლევს და შესაბამისად ურთიერთობები გარე სამყაროსთან ამ გლობალიზაციის პირობებში, ხო? კიდევ ერთხელ თვითკმარობას დაუბრუნდები, ხო, ჩვენ არ შეგვიძლია ვიარსებოთ როგორც მომხმარებელმა ქვეყანამ გარე სამყაროსთან ურთიერთობის გარეშე, ხო? ხო და ეს კომუნიკაციები რო იჭრება საბოლოო ჯამში ესე რომ ვთქვათ, საგარეო ფაქტორი აქ უკვე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, შიგნით ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო მოძრაობა ძალიან აქტიური და უწყვეტი ფაქტიურად და ხელისუფლება საერთოდ თავის აუმრჩეველთანაც კი გაწყვეტილი აქვს ყველანაირი კომუნიკაცია, ხო? კი, მისი აუმრჩეველი შეიძლება ჯერ ესე რომ ვთქვათ, მას არ უპირისპირდება, მაგრამ არც იცავს მაინც და მაინც ჩვენ ამას ვხედავთ, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ უკვე ორხელისუფლებიანობა გვაქვს სახეზე, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ესე ძალის ინსტრუმენტი, ხო, ძალადობის ინსტრუმენტი, სხვა ინსტრუმენტი მას ესე რომ ვთქვათ, სასაუბრო არა აქვს, ხო, ეხლა კი გამოდიან ლამაზი ფრაზებით ლაპარაკობენ რაღაც სიყვარულზე და ეს შემდეგ, მაგრამ რეალურად ისინი უკვე დიდი ხანია არიან ბუკეში. ერთადერთი ელემენტი, რამაც შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი და რაც თავარია მშვიდობიანად გაგვიყვანოს, ხო? იმიტომ რომ თუ ესე რომ ვთქვათ, ეს კონსულტაცია გაგრძელდა, მაშინ ნუ შეიძლება დრამატულადაც გავითარდეს მოვლენები და იმისაც რომ მშვიდობიანად გავიარო და სწრაფად ეს ყველაფერი საჭიროა რომ საჯარო სექტორში დაიწყოს საბოტაჟი, ხო? საბოტაჟი პოლიტიკურად ანგაჟირებული. როცა დაჩქარებაზე საუბრობთ, სწორედ ამას გულისხმობთ? აი ამას გულისხმობ, რა თქმა უნდა. უნდა დაიწყოს საბოტაჟი საჯარო სექტორში, საჯარო სექტორმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პროცესის შეჩერება არის შეუძლებელი, მათ ნუგონიათ, რომ მათ რაღაც კეთილდღეობა შერჩებათ ხელში თუ ესე გაგრძელდა და არაფერი არ შერჩებათ, ხო, იმიტომ რომ ჩამოიშლება ყველაფერი და მათ ხელშია ეხლა ქვეყნის ბედი. მე არა მაქვს შეხედულობაში გომელაურზე და ვიღაც ამ ესე რომ ვთქვათ, ბიძინასე კარის მსახურებზე არ საუბრობ და კობახიძეზე და სხვებზე, მათიკაშვილებზე, ხო, საუბრობ იმ პროფესიონალებზე, რომლებზეც დგას ეს სახელმწიფო, ხო? ეს სახელმწიფო მათ უნდა ესმოდეთ, რომ დროა რომ ეს ნაბიჯები გადადგან. იმიტომ რომ საბოტაჟი მათი მხრიდან საბოტაჟი პოლიტიკურად ანგაჟირებულ დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის ერთადერთი გარანტი. თუ ისინი ესე რომ ვთქვათ, აი ამ კონფორმისტულ პოზიციაში დარჩებიან, რაშიც ეხლა არიან, რომ აი თუ რამე შეიცვლება, მე გადავბარგდები, ხო? მაშინ სახელმწიფოს დაზიანდება და ისინი ძალიან სერიოზულად დაზიანდებიან. ჯობია ცოტა ხანს ეხლა გაიჭირონ, დაიწყონ ესე რომ ვთქვათ, უკვე ეს რაღაც ტიპის პროცესი, რომ ჩვენ მშვიდობიანად და სწრაფად გავიაროთ აი ეს ურთულესი პერიოდი ქვეყნისთვის. გარდა ამისა არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩემის აზრით, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ტრანსფერისთვის, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ხო? სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რასაც ითხოვს თუნდაც ქართული საზოგადოება. ნუ ჩვენ ვხედავთ, რომ ესეთ ლიდერად საზოგადოება აღიარებს პრეზიდენტს, ხო, სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, რაღაც ტიპის სტრუქტურიზაცია უნდა დაიწყოს, ანუ ამ ძალაუფლების ტრანსფერისთვის რაღაც პოლიტიკური სერიოზული ინფრასტრუქტურა უნდა მომზადდეს. იმიტომ რომ ვაკუუმში ესე არ ხდება, ხო, ჩვენ ხო ქაოსში არ უნდა გადავიდეთ. ანუ ზურაბიშვილმა რაღაც პოლიტიკური პარტიის შექმნა დაიწყოს ძალიან რომ გავამარტივოთ თუ სხვა რამეს გულისხმობთ? ფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ფაქტია რომ ლიდერად საზოგადოება ეს პროტესტი, ხო, უწყვეტი პროტესტი აღიარებს მხოლოდ მას. სხვებს არ აღიარებს ეს პროტესტი და ეს პროტესტი არის ძალიან
მრავალწახნაგოვანი, ხო, მრავალვექტორიანი, ეხლა ჩვენ ვიხილეთ უამრავი პროფესიული თუ სოციალური ჯგუფი, ხო, ეს მარშების სახით, რომლებსაც ყავთ თავისი ლიდერები, თავისი ესე რომ ვთქვათ, აქტივები აქვს. ეხლა ამ აქტივების კაპიტალიზაცია ეხლა საჭირო. ამის კაპიტალიზაცია შეიძლება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან. სხვა ალტერნატივა აქ არ ჩანს. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამას თავს ვერ მოაბავს. პროცესი მიდის და ამ ტრანსფერისთვის რაღაცა უნდა დავაფიქროთ. ბატონგია, ნახეთ ასეთ კითხვას შემოგიბრუნებთ. მთელი ამ პროტესტის მე მაგალითად უფრო აღვიქვამ, რომ ეს პროტესტი, ეს ჩიხი, ეს ვთქვათ კრიზისი უკავშირდება დიდწილად 28 ნოემბრის განცხადებას, მაგრამ ბევრისთვის აი ეს კრიზისი პირველ რიგში სათავეს იღებს 26 ოქტომბრიდან. სადაც ამბობენ, რომ 26 ოქტომბერს არა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, არამედ გაიმარჯვა ოპოზიციამ. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელზეც აგერ თქვენ ამბობთ, რომ მათ არანაირი ლეგიტიმაცია ქუჩაში ამ ხალხისგან, ვინც პროტესტშია ყველაზე აქტიურ ადამიანებში, არა აქვს. აბა აი როგორ გამოდის მაშინ? ნუ ძალიან მარტივად, ხო, ეხლა მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, ხო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ადამიანები მიდიოდნენ არა ამ პარტიების ასარჩევად, არამედ მიდიოდნენ ევროპული არჩევნის გასაკეთებლად, ანუ რეფერენდუმზე მიდიოდნენ, ხო? პარტიებს ისინი არ განიხილავდნენ საკუთარ ლიდერებად. ისინი განიხილავდნენ მათ ინსტრუმენტებად. და ჯერჯერობით სამწუხაროდ ამ პარტიებმა ვერ მოახერხეს ამ ინსტრუმენტობიდან ლიდერებად ტრანსფორმაცია, ხო? ეხლა აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, მათ ძალიან უჭირთ ინტეგრირება ამ ყველაფერში, ხო? და ამ დროს ეხლა ობიექტურად აუცილებელია, რომ პოლიტიკური კომპონენტი ყველაფერს ჭირდება. ეს სტიქია ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია და ჩვენ ყველა ამაში მონაწილეობთ, მაგრამ ახალი არჩევნებისთვის პოლიტიკური კომპონენტის ეს ვთქვათ დიდი წილი უნდა მოდიოდეს სალომე ზურაბიშვილზე. ის სხვა არ ჩანს, ამ ეტაპზე არ ჩანს. მაშინ ასე კითხავთ, როგორ უყურებთ, მან რაღაც ახალი უნდა შექმნას თუ არსებულ პოლიტიკურ ძალებს რაღაც ქოლგის როლი შეასრულოს არსებულ პოლიტიკურ ძალებს? ყველაფერი, აი ნებისმიერი კომბინაცია შესაძლებელია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეხლა ეს პარტიები ჩვენ რაღაცნაირად გვერდზე გაიწვიეთ, მე ამას არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ამ ყველაფერში. ეხლა რა ფორმა მიეცემა ამას ყველაფერს, პოლიტიკური მაგიდე გაკეთდება, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ეს ახალი ენერგია, ხო, აი ეს ჯგუფები, რაც გითხარით, პროფესიული თუ სოციალური, რა ფორმით მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ეს ყველაფერი არის სალაპარაკო და ეს დასაწყებია, ხო, აი ეს პროცესი, იგივე სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრირება ამ ყველაფერში. რატომ? იმიტომ რომ უკვე შესაქმნელია კონკრეტული დღის წესრიგი, ხო, საიდანღაც რომ გავდივართ, სადღაც უნდა შევიდეთ და სადღაც რომ შევიდეთ, ამის გარკვეული ინფრასტრუქტურის მზად კონტურები მაინც უნდა იყოს გამოკვეთილი. ამას ვამბობ. კი ბატონო, შეიძლება ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა დღეს მდგომარეობით. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდებ, რომ იპოვონ გზები, ხო? აღარ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც დაუშვეს თავის დროზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ მათ ეს ჩვენი ვის არის, ხო, რომ ეს ამპარტავნება, აი ეს ესე რომ ვთქვათ, ამბიციები, როდესაც ბევრად აღემატება შეაძლებლობებს, ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, ხო? ჩვენი პარტიული კლასი, უბრალოდ პოლიტიკური კლასის შესრულებით. მათ ისინი რომ თავის დროზე წინასაარჩევნოდ გაყოლოდნენ სალომე ზურაბიშვილს იმ გეგმაზე, ტექნიკურ მთავრობაზე, ხო? ესე რომ ვთქვათ, ტექნიკურ დროებით ზალტოკაია იყო წეღან ჩვენი სტუმარი, რომელმაც დაადასტურა, რომ იყო მასზე ლაპარაკი, როგორც ტექნიკური მთავრობის სავარაუდო პრემიერზე. ხო, მე ვიცოდი უბრალოდ ბოდიში და ვერ გეუბნებოდი, ხო, თავის დროზე. ხო და აი ესეთი ვითარება შეიძლება ჩვენ ვიღაცა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ პოლიტიკურად ეს იყო სწორი გეგმა, ხო? რაც იმუშავებდა და ხელისუფლებას რაც არ უნდა ყურებზე გაევლო, ისინი შედეგს ვერ მიიღებდნენ. ვერანაირად, აი რაც არ უნდა გაეყალბებინათ, იმდენად აშკარა იქნებოდა უპირატესობა, რომ მაინც მოუწევდათ მარცხის გამოცხადება.
და აი ამ პარტიების მხრიდან სალომეს არ აღიარებან გარკვეულწილად ლიდერად, ხო? სამწუხარო ძალიან დააზიანა პროცესი და ეხლა ვართ აი ამ მოცემულობაში, სადაც ძალიან გართულებულია ყველაფერი, თუმცა თვითონ ამ პროცესს მე მაინც აი როგორ გითხრათ, პოზიტიურად უყურებ რა, იმიტომ რომ აი ეს დრამა რაც ეხლა თამაშდება, ხო? გარკვეულწილად ამ დრამას აქვს ზეიმის განწმენდის განზომილება აქვს, ხო? ეხლა მე დავწერე კიდევაც, ხო? აი რაღაც როგორი რუსთაველზე როცა გავდივარ, აი როგორი შთაბეჭდილება მექნება, ისიც განსაკუთრებით აი ახალწლის ღამეს, ხო? რომ აი რაღაც აი ის არის იბადება რაღაც აი რაღაც სრულიად ახალი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ლაღი, ხო, სიყვარულით სავსე. ამ პროცესში ვარ, ხო, ანუ განწმენდა ხდება და გარკვეულწილად თუ ესე რომ ვთქვათ, აი ეს პოლიტიკური თუ სამოქალაქო კლასი, ხო, რაც მოდით პირდაპირ ვთქვათ, გარკვეულწილად დაბერდა კიდევაც, ხო? სადა ზოგიერთი ახალგაზრდა, ზოგი ახალი ალიანსებით შეიქმნა. როგორ ძალიან კარგი, აი ასაკობრივად ბევრი ახალგაზრდაა პოლიტიკურ პროცესში. თუ დაბერდნენ რაღაც მენტალურად ვერ ეწევიან, არ ვიცი რას გულისხმობ. მე ასაკზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ხო? და რაც შეეხება აი რა მე არ მინდა ეხა ოპოზიციაზე ბევრი საუბარი, იმიტომ რომ მე იწყება რომ აი და ეხა კრიტიკის დრო არ არის, ამის დრო არ არის, იმის დრო კი ბატონო მე არც ესე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ პატივს ამ ადამიანებს ყველაფერი, მაგრამ მათ ჭირდება შეცდომების აღიარება, იმიტომ რომ შეცდომები თუ არ აღიარეს, მაშინ ვერც გამოასწორებენ ვერასოდეს, ხო? აი დღესაც თითქოს საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობაზე, მაგრამ მაინც და მაინც ჩვენ თუ დავაკვირდებით კალთებს არ ახევენ რა. მაინც თითქოს აი ზიან და ელოდებიან, როდის მიართმევს ხონჩით საზოგადოება აი ამ უწყვეტი პროტესტი. დადიან გვერდში უდგანან, კარგად ლაპარაკობენ მასზე, აი კალთას როგორ დაახიონ, არ ვიცი, როგორ წარმოგიდგენ. ეს უნდა მოიფიქრო, გზები უნდა იპოვონ საზოგადოებასთან მისასვლელი. საზოგადოებასთან, რომელიც მათზეც გაბრაზებულია. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა პირველ რიგში გაბრაზებული, მაგრამ მათზეც გაბრაზებულია, იმიტომ რომ ამ პარტიებმა ვერ დაამაგრეს მათი ხმები, ხო? ვერ შეინარჩუნეს, ვერ ესე რომ ვთქვათ, ვერ იბრძოლეს საკმარისად ამისთვის. ფრონტის წინახაზზე საზოგადოებას ეს ხალხი არ უნახავს მაინც და მაინც, ხო? ეხლა მე მაგალითად ეხლა მოგეთ მომავალი, მოდი რომ ძალიან არ ეს ვთქვათ, მომავალი ბრძოლის ავანგარდში ხედავთ თქვენ ივანიშვილი versus ზურაბიშვილი, ასეთ პროცესს. ხო, სხვა ამ ეტაპზე ობიექტურად ვისაც შეუძლია აი ამ უზარმაზარი პროტესტის კაპიტალიზაცია, ვისაც აი ეს პროტესტი ტაშს უკრავს, ხო? ხო, ტაშს უკრავს და მზად არის რომ მას ენდოს და გაყვეს, სხვა ესეთი არავინ არ ჩანს. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა გვჭირდება ამ ყველაფრის კონსოლიდაცია. და მის გარდა სხვა არავინ არ არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ბატონ გია, მადლობა. იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტად ვისაუბრებ